როგორ მოიქცეთ, როცა საუკეთესო მეგობარი დაგვრჩინის. უნდა დავფიქრდეთ, მართლა საუკეთესო მეგობარია? თუ საუკეთესო მეგობარია, დაგვრჩინებს? თქვენ საუკეთესო მეგობარს დასცინებთ? სხვა არის ბავშვობა, რომ მოვიდეს ჩვენი საუკეთესო მეგობარი და გითხრას, შენ რა ქვია? ელენე. აი რო გითხრას, ელენე. შენ სახეზე რაღაცა გისვია და მოიცალე. ეგ იქნება მეგობრული ჟესტი მისი მხრიდან. მაგრამ აღონ ამას ცალკე რომ გეტყვის, ან თუ ხალხთან ერთად ხარ, მოვა და ყურში ჩუმად გეტყვის ელენე შენ. ახლა შენ თუ გაიბრუსხები რომ რა თმითხრა ესაო, ეგ უკვე შენი მხრიდან უხასიათობის გამოვლინება იქნება. მაგრამ შენ თუ ეტყვი რომ მადლობა ჩემო მეგობარო, რა კარგია რომ მითხარი და უცბად მოიცილებ და გაკოხტავდე. მაგრამ ის თუ შორს დადგება 10 მეტრის იქით და იქიდან იტყვის ელენე რა არის რეები გისვია სახეზე. ეგ უკვე მეგობრობა აღარ იქნება. გესმით? ამიტომ დავფიქრდეთ, აბა თუ მართლა დაგვრჩინის, არის თუ არა მეგობარი და უკითხოთ, თუ ჩვენ მეგობრები ვართ, შენ ასე უნდა იქცეოდე? არ უნდა იქცეოდეს მეგობარი ასე, თუ დაგვრჩინის. თუ არა და მაშინ სწორი სახელები უნდა დავარქვათ ყველას. მეგობარი ყველას კი არ უნდა დაარქვა. თუმცა როგორც შოთა რუსთაველი ამბობს, ვინც მოყვარეს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო. ჩვენ თითოეულ ადამიანში მოყვარე და მეგობარი უნდა ვეძებოთ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ყველა ადამიანი მეგობარია. მაგრამ უნდა აი ადამიანში მტერი კი არ უნდა ეძებო, ცუდი კი არ უნდა ეძებო და აღმოაჩინო. თუ ცუდს დაუწყებ ძებნას, ცუდსაც აღმოაჩენ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენ რაღაცა ნაკლი. გესმით? მაგრამ ჩვენ თუ ერთმანეთში კარგს დაუწყებთ ძებნას, იმასაც აღმოაჩენთ, იმას უნდა ჩავეჭიდოთ. აი მაგალითად, ფუტკარი ხო ყვავილებს ეძებს. აი თქვენ ლამაზ ყვავილებს ხო ეძებს ფუტკარი. და ბუზი რას ეძებს? ბუზი რაღაც უწმინდურობას ყვავილებს ჩაუვლის გვერდით და კი შეიძლება არ დაждდეს. აი რაღაცა წუმპეს რო იპოვის, რაღაცა უწმინდურობას იქ უნდა ჩაერჩოს. ადამიანიც ზოგი ფუტკარს გავს, ზოგი ბუზს გავს. როგორი ადამიანი გავს ბუზს შენი აზრით? აი ადამიანში რას რომ ეძებს? ცუდ საქციელებს რო ეძებს, გესმით? აი მაგალითად იტყვის რომ ეს ვიღაცა ძუნწია. არდა ის შეიძლება რაღაცა დაენანა ერთხელ, მაგრამ შეიძლება როგორი კარგი ადამიანია, როგორი მოწესრიგებული მოსწავლეა, როგორი კარგი შვილია, გესმით? და ფუტკარი იმაში ზუსტად იმ სიკეთეებს დაინახავს. უბრალოდ აბა თქვენ დააკვირდით ხომ? მე ხა უბრალოდ ჩვენ ერთმანეთთან ესე ხშირი შეხება არა გვაქვს, თორე ჩვენ ბავშვებს კი ვეუბნები ხომ. ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა თქვენ დამრიგებელთან მიიტანეთ ამას გაახარებთ. ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით ადამიანებს, როგორც ფუტკარი. მშობელს, დედმამიშვილს, მეგობარს, მასწავლებელს თუ სხვა, ოღონდ დააკვირდით როგორც ფუტკარი. და რას აღმოაჩენთ კარგ თვისებას. და დაწერეთ ფურცელზე, რომ მე ჩემს მასწავლებელს, ჩემს მეგობარს, მშობელს, აი ეს კარგი თვისება შევამჩნიე. და ჩამოწერეთ ეს ერთი კვირის განმავლობაში ადამიანებთან ვისთანაც შეხება გექნება და ვინმეს კარგი საქციელი მოგეწონათ, დააფიქსირეთ ეს ფურცელზე. იცი რამდენ კარგ რამეს აღმოაჩენთ. მე შეიძლება მოგინდეთ რომ მიბაძოთ იმ რაღაცაში. თქვენ იქნებით ფუტკრები.